საქართველოს უყურებთ ხოლმე, როცა ქართული ოცნება კომუნიკაციას ამყარებს ამ მომრჩეველთან და მხარდამჭერებთან და როცა სალომე ზურაბიშვილი გამოდის ხალხში, ხო? აი დღევანდელი დღეც ამის დასტურია. რა აჩვენა ხალხის ამ ერთიანობამ და სალომე ზურაბიშვილის ფაქტორიც მინდა რომ შეაფასო. ნამდვილად ჯადოსნური ახალი წლის საპროტესტო ღამეა აქ და ქალბატონი პრეზიდენტის აქ გამოჩენას ჰქონდა შესანიშნავი ეფექტი. უშუალო კომუნიკაცია ხალხთან, ეს ხალხი ამას აფასებს, ეს არის ნამდვილი ჭეშმარიტი საქართველო, სადაც ლიდერს შეუძლია თავის მოსახლეობასთან ღია ესეთი კომუნიკაცია. აქ ნამდვილად რაც ხდება ძალიან დადებითი ატმოსფერო არის შექმნილი. უნდა ასევე აღვნიშნო, რომ მხოლოდ პრეზიდენტის გამოჩენას არა, აქ მთელი პოლიტიკური სპექტრი იმყოფება, ისე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები და ხედავთ პირდაპირ უშუალო კომუნიკაციას ხალხთან ერთმანეთს ვილოცავთ. ახალ წელს ეს წელი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის გამარჯვების წელი, გამარჯვების დიქტატურაზე, დემოკრატიის გამარჯვების, ევროკავშირში გაწევრიანების ჩვენი პროცესი უნდა აღდგეს წელს და ამისთვის წელს უნდა გქონდეს ახალი სამართლიანი არჩევნები. ყველა პოლიტიკური პატიმარი, რა თქმა უნდა, თავისუფალი უნდა იყოს ამისთვის. ამ პროცესში პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და როგორც შეხვდა აქ ხალხი მას, ეს კიდევ ერთხელ გვანიშნებს, რა დიდი ხარდაჭერა გააჩნია ქალბატონ პრეზიდენტს. სწორედ ამიტომ წელს, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს სიმართლის ბოროტებაზე გამარჯვების წელი და ბიძინა ივანიშვილის რუსულ დიქტატურაზე გამარჯვების წელი ქართველი ხალხის, რომელიც ერთიანია როგორც არასდროს და ეს ნამდვილად აქ ჩანს. ვინც აქ არ არის, მოგიწოდებთ, გამოდით და ნახეთ რა ბრწყინვალე პოზიტიური ატმოსფერო არის შექმნილი და იმედი მაქვს, რომ აი ასეთი სილაღით ერთად გავიმარჯვებთ 2025 წელს.